ალბათ ყველას გახსოვთ ის საშინელი ისტორია, რომელიც ჩერნოვეცკის ფონდმა 2 თვის წინ გიამბოთ. 2 წლის მარიამი წყლის არხში ჩავარდა და მას შემდეგ უკვე 12 წელია ბავშვსაწოლიდან არათუ წამოჯდომა, გადაბრუნებაც კი არ შეუძლია. როდესაც პირველად გოგონა საბრალო დედამ ფონდს მოგმართა, იცით რა იყო ქალის სიტყვები? ფონდის მეგობრებმა უამრავი ბავშვი გადაარჩინეს და მჯერა არც შემშულს გაწირავენ და მართლაც ასე მოხდა. ძალიან მოკლე დროში შეგროვდა ბავშვის საზღვარგარეთ გამოკვლევის თანხა. დღეების წინ კი ფონდში ზარი გაისმა შემდეგი სიტყვებით: მარიამის სიარულს შეძლებს. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? 14 წლის გოგონა, რომელიც საწოლს 2 წლის ასაკიდან მიეჯაჭვა, ახლა შანსი ეცლება, რომ პირველად გაიაროს დამოუკიდებლად, პირველად დაინახოს გვირილებით მოფენილი მინდორი, პირველად ითამაშოს თავის თანატორებთან, პირველად ნახოს მზის შესვლა ზღვაში და ალისფრად მოელვარე ზეცა. დიახ, მარიამი ფაქტობრივად ხელმეორედ დაიბადება. ეს ყოველივე კი მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ბავშვს საზღვარგარეთ ოპერაცია ჩაუტარდება ორივე ფეხზე. ეს კი $9,500 ჩდება. სამწუხაროდ დრო ცოტა დაგვრჩა, რადგან დაგვიანებული ოპერაცია შედეგს ვეღარ გამოიღებს. არ გადადო სიკეთის გაკეთება. მარიამის ბედი სწორედ ახლა, ამ წუთებში, ამ წამებში წყდება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.